სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც თბილისში შესაძლო აფეთქებას აანონსებდა, სოფელ დუიშში მცხოვრები 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თანასოფლელები კი ამბობენ, რომ დაკავებულს არ აქვს კავშირი ეგრეთ წოდებულ ისლამურ სახელმწიფოსთან და ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მეზობლების თქმით, დაკავებულის მშობლები ახმეტის პოლიციაში ჩვენების მისაცემად უკვე დაიბარეს. სახელმწიფო საფრთხების სამსახურის ცნობით სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ტექსტის და ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით გამოძიებას კონტრტერორისტული ცენტრი აწარმოებს. წარმოუდგენელია, უაღრესად გაოცებული ვარ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, აღშფოთებულიც ვარ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის რაღაცა უცოდნირობით. მოგეხსენება დღეს როგორი რთული სიტუაცია, ეს სოციალურმა ქსელმა საერთოდ სხვა ვექტორი შეუცვალა ამ ახალგაზრდებს ძალიან სამწუხაროდ ამ სოციალური ქსელის გავლენა არის უაღრესად უარყოფითი. საერთოდ ამას რეალობასთან არ აქვს რაიმე კავშირი. ეს ჩემის აზრით უნდა იყოს რაღაცა ახალგაზრდული გამოხტომა, ამით რაღაცა ვითომ რაღაც უფრო როგორ ვთქვა, ხუმრობა, მაგრამ საკმაოდ ბოროტი ხუმრობაც.